დაუსრულებელი ევროპული რეფორმების, როგორც გამოჩნდა დიდი კორუფციის და როგორც სექტორი თავად ამბობს, სახელმწიფო დონეზე ბოლო პერიოდში გადაწყვეტილების მიმღებებთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კომუნიკაციის სექტორი, საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის და ერთ-ერთი პირველი, სადაც კი საქართველოს ჰაბის ფუნქცია გამოკვეთილა. 2025 წლის შეჯამებით და 2026 წლის დღის წესრიგით გრედას ხმა შეგიჯამებთ პირდაპირ ეთერში მაია მელიქიძეა ჩემთან ერთად მას აქვე განსაკუთრებული მადლობა ჩემგან წინასწარი შეთანხმებით გიორგი აბრამიშვილი უნდა ყოფილიყო ამ სტუდიაში, თუმცა მოულოდნელად ავად გახდა და მაიას ასევე მოულოდნელად ვთავთ პირდაპირ ეთერში, რასაც გულწრფელად ძალიან ვაფასებ. მოგესალმებით მაია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ არასდროს გაურბიხართ ჩვენს შეკითხვებს. მაია, კომუნიკაცია არის გაუმჯობესებული. ამას მეუბნება დარგის პრაქტიკულად ყველა მოთამაშე, რომელსაც ვესაუბრები ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. აი, კონკრეტულად რაში აისახება ეს გაუმჯობესებული, ესე ვთქვათ, კომუნიკაცია, რა მოგისმინეს და ერთია რომ გისმენენ, მაგრამ რამდენად სწორად იგებენ, ესე ვთქვათ, რა არის სექტორის, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები თუ გამოწვევები თუ სურვილი 2025 წელსაც და უკვე 2026 წლისთვისაც. ელენე, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენს ასევე. უნებრივია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თემას აშუქებთ ხოლმე ძალიან აქტუალური აქცენტებით. ნამდვილად ენერგეტიკა არის ამ ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, ბალავარი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ამ ქვეყნის განვითარება, როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით და ამასთანავე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, აგრეთვე ეკონომიკური დოვლათის ჭრილში, ვინაიდან ეს არის პროდუქტი, ელექტროენერგიას გულისხმობ, რომელიც მოთხოვნადი იყო, არის და კიდევ უფრო მეტად გახდება მომდევნო წლების განმავლობაში. თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, კომუნიკაციის ჭრილში ნამდვილად გვაქვს გაუმჯობესება. მე პატარა მიმოხილვასაც გავაკეთებ თქვენის ნებართვით 2025 წლისას. დაახლოებით თებერვლის თვეში იყო შესაძლებლობა იმისა, რომ გრედას აღმასრულებელი, ასე ვთქვათ, ფლანგი და ბორდის წევრები შევხვედროდით ალბათონ მარიამ ფრივიშვილს, მინისტრს, რომელმაც პირობა მოგვცა, რომ აუცილებლად შეხვდებოდა სექტორის წარმომადგენლებს გაფართოებული ფორმატით და განიხილავდა იმ საკითხებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სექტორისთვის. ეს პირობა ნამდვილად შესრულდა უკვე ბუნებრივია სექტემბერში, ოღონდ მანამდე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რა იყო მნიშვნელოვანი საჭიროებები. სექტემბერში შეხვედრა, რომელიც სექტორთან დაგეგმილი იყო დაახლოებით 2 საათნახევარი გაგრძელდა 5 საათის განმავლობაში. ამასთანავე მნიშვნელოვანია იმ კომუნიკაციის გააქტიურება, რაც გამოიხატა კურატორი მინისტრის მოადგილი დანიშნით, ეს უკვე მოხდა დაახლოებით აგვისტოს თვეში, ხოლო მანამდე ჩვენ მქონდა შემხებლობა ბუნებრივია გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ბატონ დავითთან, სონგულაშვილთან შეხვედრა და ამასთანავე ამას მოყვა უკვე ელენე ღუბიანურის ასევე დანიშნა ახალ თანამდებობაზე. კერძო სექტორიდან გადავიდა ქალბატონი ელენე და ძალიან კარგად იცნობს გრედას და ამასთანავე იმ სექტორის პრობლემატიკას და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ზუსტად მიიტანა სახელმწიფო სტრუქტურებამდე ის ატკივარი, რომელიც რეალურად სექტორს გააჩნდა და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ახლა მიმდინარეობს ამისი ბუნებრივია მოგვარება ჩვენთან კონსულტაციით. რაც შეეხება გადადგმულ ნაბიჯებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ კომუნიკაციის შედეგად იყო თხოვნა იმაზე, რომ ძალიან ბევრი პროექტია ფურცელზე, რომელიც რეალურად არეზერვებს სიმძლავრეებს ქვესადგურებში და იყო თხოვნა იმაზე, რომ ადგილობრივი, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად ფურცელზე არსებული პროექტების ნიველირება მოხდეს და პრინციპში ეს თხოვნა შესრულებული იქნა. ბუნებრივია, მოდით ასე ვიტყოდი, რომ ნაბიჯების გადადგმა ნამდვილად განხორციელდა, ახლა ჯერ იმაზეა 2026 წელს რა შედეგებამდე მიგვიყვანს და რას მოგცემს ეს წელს უკვე 2025 წელს გადადგმული ნაბიჯები.
არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას მოვიმკით იმისგან, რაც დავთესეთ 2025-ში. კი ბატონო, მადლობა ამ პასუხისთვის და ცოტა დეტალებსაც გავყვეთ ამ ნაწილში. ენერგოდამოუკიდებლობა ახსენეთ, მე აქვე ვახსენებ ენერგოუსაფრთხოებასაც და მინდა ესე ვთქვათ ამ ნაწილში დაგისვათ ერთი კითხვა, რაც პრაქტიკულად გუშინ ირაკლი ყობახიძის განცხადებამ ესე ვთქვათ წარმოშვა ჩემთვის ელექტროენერგიას და ზოგადად ესე ვთქვათ ტარიფებს და ფასებს ეხება ეს საკითხი. სემეკმა დაგვიანონსა, რომ ზრდა იქნებოდა. ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ვიპოვით გზებს, რომ ესე ვთქვათ შევინარჩუნოთ ეს ტარიფებიო. ალბათ გექნებათ კომუნიკაცია ამ ნაწილში და წინ ცხადია არ გაგასწრებინებთ ესე ვთქვათ მოვლენებზე, მაგრამ უფრო ფართოდ და ცოტა უფრო ფილოსოფიურ დონეზე მინდა მითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ სექტორისთვის, რომ თუ მას ყავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი, ამ შემთხვევაში სემეკი ის მართლა იყოს დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს, ტარიფები იქნება ეს თუ სხვა მისი მანდატის ქვეშ არსებული, ესე ვთქვათ, მოვალეობები. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ვინაიდან მე სემეკის ყოფილი წევრი ვარ, 6 წელი ვიყავი სემეკის წევრი და ზუსტად და კარგად ვიცი თუ რა მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს სემეკი. ეს არის 2014 წელს მიღებული საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომელიც არის ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი. თქვენ ძალიან კარგად გაუსვით ელენე ხაზი სემეკის დამოუკიდებლობას, ის მართლაც არის და უნდა შეინარჩუნოს ეს დამოუკიდებლობა. ტარიფებს რაც შეეხება, რეალურად ნახეთ ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს. მოდით ვაღიაროთ ის, რომ აი დღეს მაგალითად თოვლი წამოვიდა წვიმიანი ამინდია და რაიონებსა და რეგიონებში ძალიან რთული ვითარება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ვერგო ეგრეთ წოდებულად პოსტსაბჭოთა ქსელი, რომელიც ძალიან სერიოზულად არის გაცვეთილი უკვე და ვეღარ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის განახლებადი ენერგოწყაროების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის ინტეგრაცია. ეს იქნება მზე, იქნება ქარი თუ მათ შორის ჰიდრო. რამდენჯერაც თქვა წამოვა თოვლი თუ წვიმა თუ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა, ყველა ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ იმ წამს ვერ რეაგირებს ქსელი და ხდება ხოლმე გათიშვა. გათიშვების მაჩვენებელი არის სემეკისთვის სერიოზული გამოწვევა. ამიტომ ქსელში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია. მე იმასაც ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში ენერგოპრო მუდმივად პედალირებდა ამაზე, რომ ისინი მზად იყვნენ ძალიან სერიოზული თანხების ინვესტირებისთვის, იმისათვის, რომ ქსელი გაეუმჯობესებინათ. მე მივესალმები პირადად და გრედა სახელით მივესალმები, რა თქმა უნდა, იმას, რომ ეს მოცემულობა დღეს უკვე ნამდვილად დგას, რომ ქსელის რეაბილიტაცია საჭიროა. საუბარი არის 5 წლის განმავლობაში მილიარდ ლახევარი ლარის დახარჯვაზე, რაც პრინციპში ადეკვატურია, იმიტომ რომ ზოგადად 2 მილიარდი ლარი ჭირდება ამ ყველაფერს. უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ სემეკმა მაქსიმალურად იბრძოლა იმისთვის, რომ ყველა ის ხარჯი, რომელიც შეიძლებოდა, რომ არ ყოფილიყო გათვალისწინებული და მინიმუმამდე ყოფილიყო დასული, აი ეს მინიმუმზე მინიმუმი უზრუნველყო. ჩვენ ვერაფრის დიდები, თქვენ ენერგოდამოუკიდებლობას სწორად ახსენეთ, ელენე. ჩვენ თუ გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა, უნდა ავაშენოთ ჰიდროც, მზეც და ქარიც. ქარი პასუხობს ზამთრის გამოწვევებს, მზე პასუხობს ზაფხულის გამოწვევებს, ჰიდრო პასუხობს მთელი წლის განმავლობაში გამოწვევებს. ჩვენ თუ გვინდა რომ ავაშენოთ და განვავითაროთ ენერგეტიკა, რა თქმა უნდა, პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს, ხომ? გადატანა ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე, ეს ხომ დისტანციური პროდუქტი ან უხილავი პროდუქტი არ გახლავთ. ამიტომ ამან უნდა გაიაროს ბუნებრივია სადენები, გადამცემი ქსელი და თუ გადამცემი ქსელი არ არის მზად, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ აგენერირო ელექტროენერგია, ანუ აწარმოო პროდუქტი და ვერ მოახდინო იმისი ტრანსპორტირება, ანუ გადატანა ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე და მიწოდება უკვე საბოლოო მომხმარებლამდე, ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მოგცემს ისეთ რამოცემულობას, რომ ერთი ხელით ჩვენ ვავითარებთ ენერგოგენერაციის ობიექტებს, ხოლო თუ მეორე ხელით არ შევუწყეთ ხელი ამ პროდუქტის გამოტანას და მიწოდებას, გადაცემას, მიწოდებას, მაშინ უკვე აზრი ეკარგება დიდ სურათში.
ამ მოცემულობის შეფასებას. ახლა მინდა რომ კიდე უფრო ესე ვთქვათ ზუმაუთი გავაკეთოთ თუნდაც აი ამ საკითხისგან და ასე დავაყენოთ საკითხი რომ მაგალითად ახლა რომ მუშაობდეს ვთქვათ სიტყვაზე ვამბობ უკვე ამოქმედებული იყოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკულ ბირჟას მიბმული იყოს ვთქვათ არა PPA ტიპის ესე ვთქვათ უმეტესწილად არა PPA ტიპის ხელშეკრულებები არამედ რეალური CFD ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. ნაკლები კითხვის ნიშანი და მეტი გამჭვირვალობა იქნებოდა თუ არა მათ შორის აი ამ ტარიფებთან მიმართებითაც და როგორ ფიქრობთ, ანუ აი 2026 წელს მაინც სექტორი მზად იქნება იმისთვის, რომ რეალური ლიბერალიზაცია მოხდეს, ესე ვთქვათ, ენერგო ბაზრის 31% იყო ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი ბოლო ანგარიშში, რომელიც ენერგოგაერთიანება მოამზადა საქართველოსთვის. უღრმესი მადლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა და კითხვა 2023 წლის ივნისის ბოლოს რეალურად უნდა ითქვას, რომ კერძო სექტორი მზად იყო. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევების მართვაში ბუნებრივია ჭირდებოდა დახმარება, თუმცა ენერგეტიკული ბირჟის გახსნა და ლიბერალიზაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე იქნება ფასი დარეგულირებული. და ამას ძალიან სერიოზულად ელოდება კერძო სექტორი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ჩვენც გვისაუბრია, რომ 2027 წლის 1 ივლისამდე არის გადატანილი ბირჟის საბოლოო ამოქმედება და გახსნა. განკარგულებაში წერია და ჩამონათვალი არის იმ ქმედებებისა, ელენე, რომელიც უნდა განხორციელდეს. და ეს არის საკმაოდ კარგად და დეტალურად გაკეთებული განკარგულება. აქ უბრალოდ კითხვა ისმის, ვინ ახდენს აი ამ ქმედებების განხორციელების მონიტორინგს და ვინ უყურებს და ვინ აფასებს, რომელია ეს უწყება და რომელი არის ანგარიშვალდებული იმაზე, რომ რეალურად ეს ჩამონათვალი ქმედებებისა 2027 წლის 1 ივლისამდე უკლებლი და მაღალ დონეზე განხორციელდეს იმისათვის, რომ ბირჟა გაიხსნა, სრულყოფილად ამუშავდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ბირჟა თავის თავში მოიცავს გამჭვირვალე ურთიერთობებს, მეტ ინვესტორს მოიზიდავს და ეს იქნება ობიექტური და სამართლიანი ფასწარმოქმნა. რა თქმა უნდა, ამას მიესალმება, რა თქმა უნდა, ეს კერძო სექტორი, რომელიც არის მაგენერირებელიც ელექტროენერგიის და ბუნებრივია არის ექსპორტიორიც მათ შორის ელექტროენერგიის. ასევე 2026 წელს რომ შევხედოთ, ყველაზე ხელშესახები რაც შეიძლება რეალურად ამოქმედდეს და ცოტა გაუგებარია საერთოდ რა უშლის ხელს, ვთქვათ, ამ სისტემის ამოქმედებას, ეს არის გრედას უშუალო ინიციატივა ქონების გადასახადის მოდელთან დაკავშირებით. რა მოლოდინები გაქვთ ამ ნაწილში და დღეს რა იცით, ვთქვათ, რა აფერხებს ამ პროცესს? ეს ჩვენი ტკივილი ჯერ კიდევ ტკივილად რჩება, ძალიან ობიექტურად და სამართლიანად რომ შევაფასოთ და ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ამ კანონპროექტის მიღებით ჰიდროენერგეტიკის განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთულესი იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარი, ვინაიდან მათთვის დღემდე ძალიან ბუნდოვანია ის სარგებელი თუ რა ეკნებათ მას შემდეგ, რაც აშენდება ჰიდროელექტროსადგური, თუ ამისი უფლება მისცეს. ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ მოცემულობაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მინისტრი ძალიან დიდი გულისყურით მუშაობს ამ თემაზე, უბრალოდ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასაწყვეტი და კომპეტენცია. ეს არის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენცია, რეგიონალური განვითარების სამინისტროს კომპეტენცია და ბუნებრივია მათ შორის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2026 წლის ბოლოს, როდესაც თქვენ და მე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, აუცილებლად და შევაჯამებთ 2026 წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად სწორედ ამას დავასახელებთ.
დიდი იმედი მაქვს ამისი და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზაობას ამ ნაწილში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს კანონპროექტი უკვე 1 და 2 წელი კი არა, უკვე მრავალი წელია ითხოვს დღის შუქს. მაია, დავაზუსტებ თუ შეიძლება ამ ნაწილში რაიმე ტიპის კოორდინირებული, ვთქვათ, სამუშაო ჯგუფი არსებობს, რომელიც ვთქვათ დაკომპლექტდებოდა ამ სამინისტროების, ესე ვთქვათ, წარმომადგენლებისგან და ვთქვათ გრედასთან ერთად დეტალურად, პუნქტობრივად გაივლიდა იმ კანონპროექტს, რომელიც თქვენი მხრიდან არის მომზადებული. დაპირება იყო ელენე ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ჩვენ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან სამინისტროში და ნამდვილად მივიღეთ ინფორმაცია რომ 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ რომ ამ კანონპროექტის მნიშვნელობა და დატვირთვა არა მხოლოდ სამინისტროების დონეზე, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჭრილში, რაც უფრო რთულია, განიხილონ და შეჯერდნენ, ვინაიდან საბოლოო ჯამში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უნდა იყოს იმ შემოსავლის მიმღები, მათ შორის გამნაწილებელი და მათ შორის აღმსრულებელი. თქვენ მიმივხვდით, რასაც გულისხმობ, ანუ ეს თანხარო ბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, შემდეგ არის უკვე მათ ხელთ. ამიტომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპონენტი კიდევ უფრო მრავალი გამოწვევით არის დახუნძრული. კი ბატონო და სულ ბოლოსკენ მინდა რომ ასე ვთქვათ ესე შევაჯამოთ ესე ვთქვათ ეს 2025 წელი და 2026 წლისკენაც გავიხედოთ თქვენ ალბათ ჩემზე მეტად ღელავთ ამ ნაწილში მაგრამ მაინც გკითხავთ აი რა უნდა ესე ვთქვათ გააუმჯობესოს გარკვეულწილად მოდი ესე ვთქვათ შელახული რეპუტაცია იქნება ეს რა ვიცი წაგებული საარბიტრაჟო დავები იქნება ეს კორუფციული გარიგებების ფაქტები, რასაც ჩვენ ასე ვთქვათ ვუყურებთ და ვუსმენთ ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის ამ სექტორში და აი რამ შეიძლება რომ გააჯანსაღოს ეს სიტუაცია იმისთვის რომ არა მხოლოდ ადგილობრივი ინვესტორები იყვნენ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ინვესტორებიც ინტერესდებოდნენ ჩვენი ქვეყნით, იმიტომ რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრება არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება დიდი საერთაშორისო მოთამაშეებიც გამოჩნდნენ ამ ბაზარზე, იმიტომ რომ საქართველო ამ ხრივაც მზად უნდა იყოს იმ საერთაშორისო პროექტებისთვის, რომლებზეც ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე და თქვენ სულ მეუბნებით, რომ ესე ვთქვათ ევროპულმა ელექტროენერგიამ არა მხოლოდ უნდა გაიაროს, ესე ვთქვათ ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ ადგილზე დამატებული ღირებულება უნდა შექმნას. ამიტომ ჩვენთვის ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სავარაუდოდ ცოდნა, ნოუ-ჰაუ და ძლიერი საერთაშორისო მოთამაშეების, ესე ვთქვათ, არსებობა ჩვენს ბაზარზე. ასე რომ აი რა გავაკეთოთ რეპუტაციის გასაუმჯობესებლად 2026 წელს გრედას გზამკვლევს დაუტოვებდი სიამოვნებით ჩვენს მაყურებელს მაია. მადლობა, ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად უნდა ავაშენოთ და უბრალოდ დავიწყოთ, მოდით ასე ვთქვათ, დავიწყოთ ხუდონის მშენებლობა. თქვენ რეპუტაციული რისკი ახსენეთ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად სერიოზული ჭრილი მიაყენა ნამოხვანის შემთხვევამ ჩვენს ქვეყანას. ამიტომ აქედან გამომდინარე, ნამოხვანი ვინაიდან ჯერ კიდევ საარბიტრაჟო რეჟიმშია და განიხილება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხუდონი არის იდეალური იმისათვის, რომ ავაშენოთ და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი მსხვილი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მათ შორის ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად. ეს ერთი. მეორე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გრედაში ძალიან ბევრი შეხვედრა ინიშნება ხოლმე და ჩემთან აქვს სურვილი კომუნიკაციის, ძირითადად უფრო აზიურ, აფრიკულ კომპანიებს ნაკლებად ამ კონკრეტულ სიტუაციაში ევროპულს, თუმცა ინტერესი დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თუ დავიწყებთ ჩვენ მომავალ წელს უკვე ხუდონის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების რეალურად აღსრულებას. ეს მოგვიტანს რამდენიმე რამეს. პირველი, ეს არის რეპუტაციული თვალსაზრისით გაუმჯობესების გზაზე დადგომა, დობის
გაზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ინვესტიციების განხორციელება და ინვესტიციები არის დაცული ამ ქვეყანაში, ენერგეტიკული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის თვის უკვე ერთი გადადგმული ნაბიჯი და მეორე აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი ჩვენი ინვესტორების წახალისება და გვერდში დგომა, როგორც ქარის, ასევე მზის და ასევე ჰიდროს მიმართულებით. ჩვენ კიდევ სიახლე უნდა შემოვიტანოთ, ჩვენი წევრი არის ბიოდიზელი, ასეთი კომპანია და ნელ-ნელა ბიომასაზეც უნდა გადავიდეთ და ბიოლოგიური ანუ ბიო მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და შევქმნათ კიდევ ახალი განახლებადი ენერგოწყარო, რომელიც დააგენერირებს ელექტროენერგიას. თუმცა გადამცემი ქსელის გარეშე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ გადამცემ ქსელს ახლა სჭირდება დახმარება და სხვა ვერაფერი ვერ იქნება თუ არა ინვესტიციები, რომელსაც მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის დამოუკიდებელი ჩვენი კომისია. უღრმესი მადლობა მაია მელიქიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ დღეს განსაკუთრებული მადლობა მას.